საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმოგიდგენთ გადაცემათა ციკლს გამჭვირვალე პოლიტიკა. რადიო ძველი ქალაქის ეთერში უსმინეთ გამჭვირვალე პოლიტიკას. ინფორმირებული მოქალაქეები აკონტროლებენ მთავრობას. მოგესალმებით, თქვენ უსმენთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რადიო გადაცემას ძველი ქალაქის ეთერში გამჭვირვალე პოლიტიკას. მე გადაცემის წამყვანი ლელა მოწანელიძე გახლავართ. დღევანდელი ჩვენი გადაცემასაც დავუთმობთ კვლავ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს და ძალიან აქტიური მოქალაქეები მეყოლება დღეს მე სტუმრად გადაცემაში. ქალბატონი ია იაშვილი, რომელიც გახლავთ სამოქალაქო აქტივისტი და სოფო ბასილაძე, ასევე აქტიური მოქალაქე და იმ პროტესტის მონაწილე, რომელიც უკვე რამდენიმე თვეს ითვლის ქვეყანაში. მანამ სანამ გადავიდოდე მე უშუალოდ კითხვებით ჩემ გადაცემის სტუმრებთან, მანამდე მინდა მსმენელს შევახსენო, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტი უკვე გრძელდება 132 დღე არის დღევანდელი დღე. გვყავს 50-ზე მეტი უკანონო დაკავებული ადამიანი, ასევე ამ პროტესტის განმავლობაში 500-ზე მეტი ადამიანი ცემეს, დაასახიჩრეს, დააზარალეს და ასე შემდეგ. რა შედეგები შეიძლება მოეტანა ამ პროტესტს, ამაზე თავიანთ აზრს ჩემი გადაცემის სტუმრებიც გამოთქვამენ, მაგრამ მანამდე მსმენელს მოკლედ ვეტყვი, რომ დასავლურმა სამყარომ ქართული ოცნების უკვე 200-ზე მეტ წარმომადგენელს სანქციები დაუწესა, აქედან 98 მათგანის ვინაობა გასაჯაროებულია, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სამოგზაურო შეზღუდვები არის დაწესებული. ამ სიაში არიან არალეგიტიმური მთავრობის წევრები, მათი მოადგილეები, სამართალდამცავები, უსაფრთხოების სისტემის მაღალჩინოსნები, ქართული ოცნების დეპუტატები და მათი თანამოაზრეები, ასევე მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციელები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მხარდამჭერი და მათი მხარდამჭერი ბიზნესმენები, ასევე პროპაგანდისტები და ამ პირების ოჯახის წევრებიც. ბოლო სანქციების ნაწილი რომ განვიხილოთ, დიდმა ბრიტანეთმა 2 აპრილს ფინანსური სანქციები დაუწესა ქართული სასამართლო კლანის ლიდერებს მიხეილ ჩინჩალაძეს და ლევან მურუსიძეს, რომლებიც მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების, ლიეტუვასა და უკრაინის მიერ იყვნენ დასანქცირებულნი. საპასუხოდ რითი პასუხობს ამ ყველაფერს ქართული ოცნება კვლავ აგრძელებს, არ ირჩევს ხერხს, რომ ეს პროტესტი რაღაცნაირად მოусმინოს ამ რამდენიმე ასეულათას ადამიანს, რა აწუხებთ მათ, რომ 132 დღის განმავლობაში ქუჩაში დგანან, პირიქით ამას უპირისპირებს ჩაგვრით, უპირისპირდება ასევე უფრო ზეწოლის სხვადასხვა ხერხებით და ბოლო 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე ქართულმა ოცნებამ არაერთი რეპრესიული საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, რომელიც უხეშად არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს, თავისუფლებებს, მიმართულია გამოხატვის, შეკრების თავისუფლების, მედიის თავისუფლების, პოლიტიკური საქმიანობისა და სამოქალაქო აქტივიზმის შეზღუდვისკენ. ასეთი გახლავთ გუშინდელი საინიციატივო, ესეთი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ყოველგვარი გზის ჩაკეტვას ორგანიზაციებისა, რომ მიიღონ დაფინანსება, თუ ისინი ნებართვას არ მიიღებენ მთავრობისგან. ეს ძალიან მოკლეა ამ რაღაცა 132 დღის აღწერა, რაც მე გავაკეთე, თუმცა უფრო მეტს, უფრო შინაარს ამ ჩვენს გადაცემას შეძენენ ჩვენი გადაცემის სტუმრები იმ კითხვებზე პასუხით, რომელიც მე მათთვის რეალურად მოვამზადე. პირველი გადავალ ქალბატონი იათი დავიწყებ თუ შეიძლება. არსებული მდგომარეობა, რომ შევაფასოთ, რა სიტყვით, სად ვართ ახლა და ის შედეგები, რა შედეგებიც თქვათ მე აღწერე, რამდენად არის საკმარისი იმისთვის, თუ რისი მიღწევა გვინდა და მთავარი არ მithქვამს, ძირითადი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, გახლავთ, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და ასევე უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები შესაბამისი ადმინისტრაციით და რა იმ ადმინისტრაციით, რაც ეხლა. სად ვართ ქალბატონო ია ახლა? თქვენ თითქმის 132 დღიდან ყოველ დღე გახართ ქუჩაში და ამ ორ მოთხოვნას იზიარებთ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მიმდინარე პროცესები, რომ შეაფასოთ და ასევე როგორი არის პროტესტის მომავალი თქვენი აზრით? დიდი მადლობა, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელს. ჩვენ ცხოვრება
მაინც ნებისმიერი თანამედროვე ადამიანი იწყება იმით, რომ ვნახულობთ ჩვენს პირად მობილურ ტელეფონს და ვნახულობთ რამე ინფორმაციას, რამე ხომ არ მოხდა. ეს არ გულისხმობს მაინც და მაინც რაღაც ძალიან ცუდს, რაღაც გვაინტერესებს მსოფლიოში, ჩვენს ქვეყანაში და ყველაფრის მიუხედავად, აი პროტესტის მიუხედავად, პირველი ინფორმაცია, რომელიც დღეს დილით ნახე და რომელზეც მთელი დღე ვფიქრობდი, აი როგორია მაგალითად დღევანდელი დღე ჩემთვის. აი ძალიან მინდოდა რომ ეს გადაცემაში მეთქვა. მე ამ ქალბატონს არ ვიცნობ, ეს არის ნათია გაბრავას პოსტი, რომელიც თავის 6 წლის ბავშვთან ერთად მიდიოდა, არ ვიცი სკოლაში, არ ვიცი სკოლამდე აღზრდის დაწესებულებაში და მასთან მივიდა 3 ადამიანი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული, უთხრეს რომ ისინი წარმოადგენენ პოლიციის თანამშრომლებს და დააკავეს. უთხრა რომ ბავშვი მივიყვან, მე არსად არ გავბივარ და თუ შეიძლება ნება მომეცით რომ ბავშვი მივიყვანო დაწესებულებაში და მე დავბრუნდე და უთხრეს რომ არა, თქვენ ცოტა ხანი უნდა მოიცადოთ, იმიტომ რომ გავარკვევთ ხართ თუ არა ის, ვისაც ჩვენ ვეძებთ. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ბავშვის ფსიქოლოგია, ფსიქიკა, დილით ადრე, როდესაც აი 8-9 საათის ფარგლებში ბავშვს მშობელს აჩერებს 3 ადამიანი და ირკვევა არის თუ არა ეს ადამიანი, ვისაც პოლიცია ეძებს. ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, რომ თუ ეს პოლიცია არის, რატომ უნდა იყოს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც პოლიცია გაჩერებს, მაინც გარკვეული ნდობა გაქვს, რაღაც შიშებიც ნაკლებია, იმიტომ რომ იცი რომ შეიძლება რაღაც გაურკვევლობა იყოს, შეგიმოწმებს პირადობის მოწმობას და თავისუფალი ხარ, მაგრამ იმის ფონზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ეს დამატებით შიშებს წარმოქმნის. ვერავინ ვერ დამაჯერებს, ეხლა რომ ჩვენ ახლა აქედან გავიდეთ და 3 სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანმა 3-ვე ჩვენ გაგვაჩეროს და გვითხრას რომ რაღაცას ვეძებთ, ან ვინმეს ვეძებთ, ჩვენთვისაც ძალიან დიდი დისკომფორტი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ სად ვართ და როგორ ადამიანებს წარმოვადგენთ შიშრებს თუ ბავშვებთან ერთად ვართ თუ ასე შემდეგ. ანუ ამით რისი თქმა მინდა. ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის ძალიან მტკივნეული არის, როდესაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები ამბობენ, რომ ისინი წარმოადგენენ ქართულ პოლიციას. ეს მეგობრებო არ შეიძლება. ჩვენ თუ კანონმორჩილი მოქალაქეები ვართ და გვინდა ნორმალური ქვეყანა, დემოკრატიული ქვეყანა, განვითარებული ქვეყანა და რაღაც ცივილურობის რაღაც პრეტენზია გაგვაჩნია, უნდა ვიცოდეთ, რომ პოლიციას უნდა იცვას პოლიციის ფორმა, ის უნდა იცავდეს კანონს, ჩვენ მისი იმედი უნდა ვქონდეს, მაგრამ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ძალიან დიდი ხიდჩატეხილობა გამოიწვია. მე არ ვიცი პროტესტი როდის დამთავრდება, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ საზოგადოებასა და პოლიციას შორის ისეთი უნდობლობის დერეფანი გაჩნდა, ძალიან დიდი ხანი დაჭირდება ამ დერეფანში სხივების გაჩენას. ძალიან დიდი ხანი დაჭირდება, იმიტომ რომ ეს ნდობა გარკვეული წლებით მარტო პოლიციის შორის არა. უფრო ქართული ოცნების მომხრეებსა და დანარჩენ საზოგადოებას შორისაც. ხო, მხოლოდ პოლიცია არ არის აქ პრობლემა. რეალურად რამდენად, ანუ ის რომ საერთოდ ამადამცავების ასევე საზოგადოების დაპირისპირება არის შემდეგ პროკურატურაზე ვრცელდება სასამართლოზე და ეხლა სასამართლოზე გადავა. რამდენიმე წამი შევძელი რომ ზიამაღლობელის პროცესისთვის მიმედევნებინა თვალი. იმიტომ რომ დანარჩენის მოსმენა ჩემ შესაძლებლობებს აღემატება. ძალიან ფაქიზი და ნაზი არა ვარ ამ საკითხში მოსმენა შემიძლია მძიმე ინფორმაციის, მაგრამ როდესაც ქალბატონი მზია ცრუ პოლიციელს ეკითხება, რომ გამიმეორეთ ის გინება, გამიმეორეთ ის სიტყვები, რითაც მე მივმართავდი პოლიციელს და ამ დროს პოლიციელს პასუხი არ აქვს. ძალიან ბევრი ახალგაზრდა გამოჩნდა ამ სასამართლო პროცესებზე, რომლებიც იბნევიან, არ იციან რა თქვან. მე მინდა ქართულ ოცნებას ვკითხო, აი მათ მხარდამჭერებს. არ აქვთ თანაგრძნობა თუ იმ ადამიანების მიმართ, ვისთანაც ქართულ ოცნებას და ჩვენს მოსამართლეებს პრეტენზიები აქვთ და ჯერ კიდევ ვერ გაარკვიეს, რატომ არის ეს ხალხი ციხეში. ამ ადამიანების მიმართ მაინც რატომ არ აქვთ გარკვეული თანაგრძნობა, გარკვეული ადამიანური დამოკიდებულება. ეს ადამიანები ხო აი ამას ვერასოდეს ვერ დაივიწყებენ, რომ ამ სამარცხვინო პროცესების მონაწილეები არიან. ჩვენ ხო მარტო იმ 55 ადამიანს, მარტო იმ 500-მდე ნაცემ ადამიანს არ ვდარდობთ. ჩვენ თავსაც ვდარდობთ, იმ ბავშვებსაც ვდარდობთ, რომლებიც ქუჩაში არიან და ამ უსამართლობებს უყურებენ. არავინ ამ ბავშვებზე არ ფიქრობს, იმიტომ რომ რას უყურებენ ბავშვები უყურებენ. ჩვენ ერთის მხრივ ახორციელებთ პროექტებს ძალადობაზე, ინკლუზიურ განათლებაზე ვლაპარაკობთ, 1000 გვარ რაღაცას ვამბობთ, რომ აი უშენებთ სახლებს ბავშვებს 1000-ნაირ გასართობ რა გასართობი ცენტრები მეგობრებო ბავშვები უყურებენ
მობილურ ტელეფონებში ძალადობას და იმას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ლაპარაკობენ შეუფერებელი ლექსიკით, შინაარსს რომ თავი დავანებოთ, რას ემსახურება ეს შინაარსი, ის ლექსიკა, ის დამოკიდებულება, ის სიტყვები, ის აზროვნება, რაც იკვეთება მათ საუბრებში, ეს ბავშვებისთვისაც რომ დავანებოთ საზოგადოებას, შედეგებს, შინაარსს, მიზანს, რას ემსახურება, ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ყველაფერი ძალიან მწარედ აისახება ჩვენს მომავალზე. სხვა ყველაფერი რომ დალაგდეს, აი ამ ბავშვებთან გაფუჭებულ ურთიერთობებს და აი ამ ძალადობის ეფექტებს ჩვენ აუცილებლად ვნახავთ გარკვეული წლების შემდეგ. ისევე როგორც მაგალითად ის დარბევა რო იყო ერთი ღამე, ძალიან ბევრი ადამიანი რო მოყვა, იმას ისეთი შედეგები მოყვა, ზოგს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს დღემდე, ზოგს სუნთქვითი პრობლემები აქვს. 15 დაკავებულზე არ უნდა გავაკეთოთ ხოლმე აქცენტი, იმიტომ რომ რამდენიმე ასეული ადამიანი მინდა რომ ჩვენ რაღაც ერთ კონკრეტულ საკითხზე ან რაღაც დაზარალებულის რაღაც ერთ ჯგუფზე კი არ ვლაპარაკობთ, ან უსამართლოდ დაკავებულებზე კი არ ვლაპარაკობთ, საერთოდ იმ პრობლემებზე ვლაპარაკობთ, რომელიც ამ უსამართლობამ მოიტანა. და თუ სახელმწიფოში უსამართლობა გაბატონდება, იქ ვერამის ამართალს ვერ იპოვის. არ ვიცი, არ მინდა სიტყვა გამეგრძელდეს, მაგრამ ამით დავამთავრებ, რომ საბჭოთა გამოცდილება აჩვენებს, რომ თუ მაგალითად მე და თქვენ ვართ ერთი ოჯახის წევრი, მე ვარ სისტემის სამსახურში, მაგრამ თქვენ ამ სისტემას ებრძვით, თქვენ შეიძლება უფრო გადარჩეთ, მაგრამ მე როგორც სისტემის მსახური, შეიძლება სწორედ იმიტომ დავისაჯო, რომ მე თქვენი ან და ვარ, ან ძმა ვარ, ან ოჯახის წევრი ვარ. ეს ძალიან სახიფათო პროცესებია. მაგალითად, ინდიგოს ჟურნალისტი რომ დააკავეს, მისი და მუშაობს თათია სორდია ტელეკომპანია იმედში. 2 დღეა ვამოწმებ სტატუსი მაინც თუ აქვს დადებული საკუთარი ძმის დაობაზე. დამეგობრება გაუგზავნე, იმიტომ რომ მეგონა რომ ჩემთან არაჩვენებდა მის, ასე ვთქვათ, თანაგზნობის ან რაღაც წერილს. და მე აღმოვაჩინე, რომ ამის თაობაზე წერდნენ მისი ახლობლები, რომ ოსტის დადებაც სიტყვის თქმაც კი ვერ გაბედა საკუთარი უდანაშაულო ძმის დაკავების გამო. და ეს ძალიან მწარე შედეგები მოყვება ასეთ თქვენ წარმოგიდგენიათ ეხლა რომ ვინმე ოჯახის წევრი დაუჭირონ, ის არ ინერვიულებდა, არ იჯავრებდა, მაგრამ ამის თქმის საშუალება არ აქვს და ჩვენი მოძრაობა რას ემსახურება ქუჩაში რატომ ვართ, რომ მე მინდა რომ ადამიანებს გქონდეთ თავისი ხმა. და ამ ხმის ამოღების საშუალება გქონდეს. ხმა ძალიან ძვირფასია. ხმა შეუძლია 1000-ნაირი ინფორმაცია გამოიტანოს გარეთ. და თუ ჩვენ ამ ხმებს ჩავახშობთ, ეს არსად არ წავა, ისევ დაილაქება ჩვენს ორგანიზმში, ჯანმრთელად საქართველოში მე მგონი არც არავინ არ არის, ყოველდღიური სტრესების ქვეშ არის ყველა და ამ ხმის ჩახშობას შეიძლება მოყვეს ყველაზე დიდი დაზიანება თვით საკუთარი თავის მიმართ. იმიტომ რომ, როდესაც ადამიანი ხმას იღებს, როდესაც იმას მაინც ამბობს რა, აწუხებს, ის ამისგან თავისუფლდება და თავისუფალ მოქალაქედ გრძნობს თავს და ის ადამიანები, რომლებიც თავისუფლად ვერ აფიქსირებენ თავის თავს, ან აფარებენ თავს რეჟიმს, აუცილებლად ხდებიან პირველი მსხვერპლები რეჟიმის. ეს ისტორიულად დადასტურებული ფაქტია და მე ახალს არაფერს არ ვამბობ. მადლობა ია. სოფო, თქვენთვის და თქვენი შეფასებით რა მოიტანა ამ 132 დღეს ამ პროტესტმა რა მოიტანა ამ დრომდე და აი ეს დამოკიდებულება რომელიც გაჩნდა საზოგადოებაში და იაც საუბრობდა როგორ არის გაყოფილი ეს საზოგადოება აი რა და მათი პასუხი თვითმარქვია ხელისუფლების პასუხი რა არის ამ პროტესტზე ხა რა საჩვენებს შენთვის? ხო, ამ კითხვით დავიწყებ. პასუხი ხა 28 ნოემბრის შემდეგ არის ზღვარგადასული ცინიზმი საქართველოს მოსახლეობის მიმართ და რაც პოლიციური ძალადობა, რომელსაც ხან რა ფორმით გრძნობთ და გამოვცდით ჩვენს ხეულებზეც, ფსიქიკაზეც, ქვეყნის პოლიტიკურ კურსზეც და ამ შემდეგ. ქართული ოცნების რაც თვითმარქვია ხელისუფლებას, არაფერი ხიდი არ აქვს საკუთარ მოსახლეობასთან დარჩენილი გარდა ძალადობისა და რეპრესიისა.
ეს არის ერთადერთი ენა, რომელზეც დღეს ქართული ოცნების ხელისუფლება საუბრობს. რაც შეეხება მოსახლეობის პოლარიზებას და ნამდვილად შეიძლება ვთქვათ, რომ პოლარიზებულია დღეს, ხო? მოსახლეობა და რატომ ჩვენ რომ დავაკვირდეთ რეაქციას თქვა სხვადასხვა აქტივობებზე პროტესტის მონაწილეების ხო ეს რეაქცია იქნება კომენტარები იქნება დამოკიდებულება არის ძალიან აგრესიული არც ერთი არ მინახავს ადამიანი ცდილობდეს გაიგოს რეალური რომ რაღაც ხედავს, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, ინტერესს ნაკლებად ვხედავთ, ლანძღვას, ძალადობას და ასე შემდეგ. მაგრამ ეს თავად ამ მართვის სადავეების მქონე პირების მიერ არის ხშირად წახალისებული და წახალისებულიც არა დავალებულიც. დიახ, პარლამენტი ამ მოწვევის არა, მაგრამ ძირითადად შეადგენს არაკომპეტენტური, რაღაცა შემთხვევითად მოხვედრილი ადამიანების ჯგუფს, რომელთა პირიდანაც გვესმის გინება, ქალების მიმართ ბილწსიტყვაობა, ჭიდაობა, ცემატყება, ეს არის დღეს ქართული პოლიტიკის სახე. არანაირ შინაარსობრივი ან რაღაცა არსობრივი განხილვა საკითხების, არამედ შენ მე ის მითხარი, ეხა მე ამას გეტყვი, ეს ცირკი და სანახაობა, რასაც ვუყურებთ უკვე მე რამდენი წელია. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს მოქმედებს მოსახლეობაზე, ხო? ისე არ არის, რომ სადღაც აბსტრაქტულად კუნძულივით დგას ეს პარლამენტიან პოლიტიკა და გავლენა არ აქვს მოსახლეობაზე, რამდენადაც არ უნდა მოსწონდეთ მაგალითად ისინი. ეს ერთი ფაქტორი, ასევე მეორე ფაქტორი, რატომაც ამ პოლარიზებას და მზარდ რაღაცა უთანხმოებას ხედავთ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფშორის, არის ის, რომ ამ ხელისუფლების ძალაუფლება მნიშვნელოვანად დგას პროპაგანდაზე. დღეს პროპაგანდა ამ რეჟიმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენია და ამ პროპაგანდის გაძლიერებისთვის ძალიან წარმოუდგენელი მასშტაბის ფინანსური და ადამიანური რესურსი იხარჯება. მე მაგალითად ხშირად პასუხობ ხოლმე ყველა პოსტს, ყველა კომენტარს პასუხობ და ვამოწმებ. ვინც ჩვენ მაგალითად პროტესტ ჩართულ ადამიანებს გულანძღავს, ანუ შვერი სიტყვებით გვისწორდება და მეორეს მხრივ სწორედ ეს ადამიანები მერე თავს დებენ ტრადიციულ ეროვნულ ღირებულებებზე და ეს სრული ოქსიმორონი არის, რა ენითაც საუბრობენ, როგორ შეიძლება ამ ადამიანს რაც მაღალ მორალურ და ზნეობრივი იდეალები ამოძრავებდეს, ხო? ეს ერთი და ეს ადამიანები არიან ძალიან მცირე ელიტა, მცირე ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც რაღაცნაირად სარგებლობენ ამ რეჟიმის პირობებში, რა ვიღაცამ ბიზნესი დაითრია, ვიღაცამ დასაქმეს კი სრულიად ნეპოტისტური და კლანურელიტური პრინციპებით და ამ შემდეგ. მეორე ნაწილი არიან, ამ ტროლბოტების კანტორის წარმომადგენლები და ყველას ვამხელ ხოლმე ესე დავსკრინავ, ერთი ფოტო რა უდევთ, ან ორი. და თან რაღაცა ისეთ შინაარსიან და არგუმენტირებულად გამართულ მსჯელობას შემოდიოდნენ, არა, მათი მიზანი არის უბრალოდ ყალბი რეალობის განცდა ციფრულ სივრცეში, რომ ვიღაცა ამათ ლანძღავს და იმდენად ვერ იტანს ამ პროტესტ ჩართულ ადამიანებს, რომ აზრიან კომენტარსაც არ წერს, პირდაპირ გინებით, ანუ შვერი სიტყვებით უსწორდება. და მესამე ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც მგონია, რომ აქეთ სუსტი ოპოზიციური სპექტრის, დაბნეულობის, ომის პროპაგანდის შიშებით, სრულიად, როგორ თქვა, გამრუდებული აქვს რეალობა და არის ამ საინფორმაციო ომში მსხვერპლია პროპაგანდის და ასეთ ადამიანებს ზუსტადაც შეიძლება ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს ჩვენგან ეს, მაგრამ ყველა კითხვაზე ვპასუხობ, ყველა კომენტარზე ვპასუხობ და შემდეგ მივდივართ რაც საერთო შეთანხმებამდე და ბოლოს ცხადდება, რომ მართლა დაბნეული ადამიანი არასდროს მისთვის არც ერთ ხელისუფლებას არ მოусმენია, ეს პოლიციური ძალადობა მაშინაც იყო, რუსეთის საფრთხეს ოღონდ ჩვენთან ომი არ იყოს და ყველაფერს ხელს მოაწერს და ეხლა ხო პროპაგანდის და ამ გაყალბებული 12 წლიანი რეალობის ფონზე ადამიანებს რაღაცნაირად მართლა უმრუდდებათ რა აღქმა და
კრიტიკული აზროვნება და ისე ნელა შემოიპარა ეს პროცესები ჩვენთან, რომ აი ახლა თითქოს გამოფხიზლით და თავზარდაცემულები ხედავთ რა გვიქნა საზოგადოება. კი, რა დღეშია საზოგადოება და მე ამ საზოგადოებას ხანდახან ვერც ვამტყუნებ და პირიქით ძალიან უთანაგრძნობ, იმიტომ რომ ამ 34 წლიანი რაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე არ მახსენდება, ხა მაშინ პატარა ვიყავი კიდევ, მაგრამ აი არც საქართველოს პოლიტიკაში რაც ესეთი რეალური ძალა, რომელიც სახალხო ინტერესს გააჟღერებდა, სახალხო პოლიტიკას დანერგავდა, არ მახსენდება არც მე და ეს წუხილები ხა ხო არის დაგროვებული და აკუმულირდება ყოველ 4 წელიწადში და ეს იწვევს დემოკრატიის კრიზისს და მის დაღმასვლას. დემოკრატიის კრიზისი მარტო არჩევნების გაყალბება არ არის, რაც ეხლა ტოტალურად გაყალბება ვიხილეთ. ეს არის უბრალოდ პიკი. დემოკრატიის კრიზისი იწყება მაშინ, როდესაც ადამიანს ერთმევა ხმა, ერთმევა კრიტიკული აზრი, გამოხატვის უფლება, იზღუდება მისი მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მას არ აქვს მის საარსებო გარემოზე რაც ზემოქმედების ბერკეტები და ამ რაღაცა პოლიტიკურ ძალას და პოლიტიკურ ძალაუფლებას მხოლოდ ფლობენ ოლიგარქები, კორპორაციები, ინვესტორები, უცხოური თუ ადგილობრივი კაპიტალი, ეს ადამიანი არის სრულიად მიტოვებული. აი, ბევრი სისტემებთან ვერაც მახსენე, ანუ ბევრი მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები. მხოლოდ ანუ კი არის ამ პროტესტის მთავარი მოთხოვნა ადამიანების პოლიტპატიმრების დახსნა და არჩევნები, მაგრამ არჩევნებში ვხედავთ ალბათ გზას, რომ დაუბრუნდეთ, ანუ ბევრი სფერო დაზარალდა, ხო? და ბევრი ჯგუფები ფაქტიურად განადგურების პირას დააყენა ამ პროტესტის პარალელურად მათმა მიერ მიღებულმა კანონებმა. აი, ანუ რა მოიტანა ამ დრომდე ამ პროტესტმა და შენი მოლოდინები როგორი არის? რა თქმა უნდა, რომ უნდა გავაგრძელოთ ეს პროტესტი ამაზე ალბათ შევთანხმდებით, მაგრამ აი შენ რას თვლი როგორ შეიძლება გაგრძელდეს მოვლენები და ამ კითხვით თქვენ შენთანაც გამოვალია. ხო, აი მე მაგალითად და ალბათ ნებისმიერ თქვენგას ხანდახან ეს აპათია და სასწარკვეთა შემიპყრობს, მაგრამ და რაღაცნაირად ვგრძნობ, რომ ეს რაცა ბრძოლა არ იქნება ხანმოკლე და ესე უცებ ჩვენ პირიქით დანაკარგი უფრო მეტი გვაქვს ჩვენი მენტალური, ფიზიკური ჯანმრთელობის შელახვა 50-მდე უდანაშაულო ადამიანის ციხეში, იქეთ 500-მდე ნაწამები ადამიანის ძალიან დიდი დანაკარგია, ხო? მაგრამ რასაც ამ პროტესტის, რაც მონოპოვრად ვთვლი არის ის, რომ ჩვენ დავიწყეთ მოვლენების სახელდება. დავიწყეთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რაც ფუნდამენტურია რა, ფუნდამენტურად განსაზღვრავს ჩვენს ყოფას და რა საკითხები არის ახლა ეს ის ძირეული საკითხები, რაც მაგალითად ყველა თითოეულ მოქალაქეს აწუხებს ამ ქვეყანაში. ნაცია, კოცია, თუ რომელი პარტიის ამომრჩეველიც არ უნდა იყოს, ყველას უნდა ღირსეული ჯანდაცვა, კარგი განათლება, შრომის პოლიტიკა, მინიმალური ხელფასი რო გვაქვს 20 ლარი ეს სამარცხვინო მაჩვენებელი, ხო? გვჭირდება ისეთ საკითხებზე ლაპარაკი, რაც ჩვენ დაგვიცავს უეცარი გაღარიბებისგან მაგალითად და რა შეიძლება იყოს ამის დამცავი. რაც სოციალური დაცვის პოლიტიკები ხარ, რომ მაგალითად ავად რომ გავხდე, სახლის გაყიდვა არ უნდა მიწევდეს ამის გამო და სახელმწიფო ზიმიტო ვუხდით ჩვენ გადასახადებს, რომ დაგვიცვას ამგვარი რისკებისგან, ემიგრაციაში წასვლა არ უნდა მიწევდეს, საბანკო ტერორში რო არის მთელი მოსახლეობა, რატომ არ არეგულირებს ამას სახელმწიფო, ხო? როგორ შეიძლება საქართველოში 35%-ში იღებდეს ადამიანის ეს, როდესაც ევროპის ქვეყნებში 2%-ად მიგრანტსაც კი შეუძლია სესხის აღება. ეს ხო არის რაღაცა სრულიად წარმოუდგენელი სიგიჟე, რაშიც ჩვენ ცხოვრობთ. ამ საკითხებზე არავის არასდროს არ ვლაპარაკია.
და იმედი მაქვს, რომ აი რაღაცნაირი შემოbrunება ხდება ნელ-ნელა ამ უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხებისადმი რა შრომის პოლიტიკა, გარემოს დაცვა, ჩვენ გვახსოვს ნამოხვან ჰესის მოძრაობა, ბალდის მოძრაობა, აი ეხლა მაგალითად სულორი ხო, აი ვანზე მსმენია რომ ქართული ოცნების ამორჩევლები არიან, ხო? მე მგონი ეგრეც არის, ხო? აი მე მგონია რომ რეჟიმი სწორედ აქ გადაწყდება, სადაც ხალხს დაუპირისპირდება რა. მათხოვე აღარ იტყვია რომ აი შენ ის ახარ ნაცი ხარ, შენ NGO-ს წარმომადგენელი ხარ, უცხოეთთან დაფინანსებული ხარ, აი ვერანაირი არლიყს ვერ მოგაკერებენ და აი ეს ხალხი რომ აუმხედრდება ქართულ ოცნებას და აი მართლა სიმწრით ადენინებს იმ მხარდაჭერას, აი მგონია რომ ერთადერთი გამოსავალი არის ასეთი პატარ-პატარა კერები წინააღმდეგობის, რაც მე დიდ ტალღად უნდა გადაიზარდოს აუცილებლად რა. დღეს ჩვენ კი ცოტა ვართ და ძალიან ბევრი ადამიანს მართლაც ბევრი მიზეზის გამო არ აქვს ამ პროტესტთან მიკუთვნებულობა, მაგრამ ისეთი დესტრუქციული ძალა არის ქართული ოცნება სამწუხაროდ ვერ შეაჩერებს მზარდ უკმაყოფილებას სოციალურ და ეკონომიკურ უკმაყოფილებას საზოგადოებაში. ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ დიქტატურა ეხა სხვა ქვეყნებში თუ კეთილდღეობის სისტემებსაც ქმნის, ჩვენთან ქართული ოცნება იმდენად ხარბი და ძალაუფლებისგან გარყვნილი ძალა არის, რომ ის პატარა კეთილდღეობაც არ ემეტება დიქტატურაში ადამიანებისთვის. არა, პირიქით დიქტატურა უნდა ხალხის მეტად გაძარცვისა და გაღარიბებისთვის, რომ მე თვითონ ად დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებით, ჰესების თავზე დაშენებით, ტყეების გახდებით მოსარგებელი თავი. კი, მადლობა სოფო. ია, რა არის თქვენი მოლოდინი? აი როგორ წარმოგიდგენია პროტესტის მომავალი, სანამ შეიძლება გაგრძელდეს ეს და ასევე აი წეხან სოფო მახსენა და ჩემი ესიც იყო, აი მე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, რომ ბევრ ქალაქში იყოს კერები პროტესტისა, ეს უწყვეტი სახით იქნება თუ ერთი ანუ რამდენიმე ადამიანის, ერთი ადამიანის ხმაც კი უნდა იყოს მოსმენილი, ხო? რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ გაგრძელდეს სხვადასხვა ქალაქში ეს პროტესტი და როგორია შენი შეფასებით მომავალი? ასევე შეგიძლია მოწოდების სახითაც რომ მე სოფასაც გახლავართ ის ადამიანი, რომელიც აი ამ პროტესტის მიმდინარეობის დროს არც ერთხელ არ ჩავსულვართ თბილისში შეგნებულად. იმიტომ კი არა რომ ის მუხტი არ მომწონს, ან ნაცნობი არ მყავს. თუმცა აქ-იქ მუდმივად ამას ხაზი ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ მე ძალიან წარეთ მახსოვს სტუდენტი ვიყავი 9 აპრილის პერიოდში. იმ 9 აპრილის ეპოქაში, ასე ვთქვათ, მე ვიყავი სტუდენტი. და მე ძალიან მტკივნეულად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ქუთაისს ეძახდნენ ქვებს. იმიტომ რომ რამდენიმე ადამიანი ბედავდა ხმის ამოღებას. მე ვარ იმ ფეხით სწავლობის მონაწილე, როდესაც 9 აპრილის ტრაგედია მოხდა, არ მახსოვს 10 რიცხვი იყო თუ მე მგონი უფრო 11, როდესაც უმაღლესმა სასწავლებლებმა საზოგადოების ნაწილმა მაშინ სიტყვა სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობდა, თქვეს რომ აი ამ 9 აპრილის ტრაგედიის დაღუპული ადამიანების დამთარიღის აღსანიშნავად რაღაც ესე ვთქვათ პატარ-პატარა მიტინგები ჩაინიშნა სხვადასხვა ქალაქში რა. ეს იყო ძალიან მცირე რაოდენობა ზუგდიდში, თბილისში უფრო მეტი იყო, იქ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, ტელევიზია გადმოსცემდა ამას პირდაპირ ეთერში და დაახლოებით ვიყავით იმდენი ადამიანი, რამდენიც ეხლა გავართ მე ის წინ საშუალოდ 50 კაცამდე, შეიძლება უფრო ცოტა. და იმ დღეს, როდესაც ეს მსვლელობა მოხდა ქალაქში, ქალაქის ცენტრიდან დავიძარით მაშინ გორის ქუჩა იყო ის ეგრეთ წოდებული სამტრედის ხიდამდე მივედით. მე მაშინ ისედაც ქალაქში ქუთაისელი არ ვარ და ამიტომ მაინც და მაინც არ ვიცოდი სად რა იყო. თან პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი მაშინ და მაშინ გავიგე ილია ჭავჭავაძის ძეგლის ადიდგა. ეს სამტრედის ხიდის წინ და მაშინ ასე ვთქვათ სიმბოლურად ჩვენ მივედით ილია ჭავჭავაძის ძეგლთან. ეს რატო გავიხსენე ეს მაგალითი? მაშინ ბევრი ადამიანი იყო წერეთლის მაშინ პედაგოგიური ერქვა, პედაგოგიური ინსტიტუტის ლექტორ-მასწავლებლები, პოლიტექნიკური ინსტიტუტის, ასევე იყვნენ პოლიტიკურად აქტიური ადამიანები. და ბევრი არც მაშინ არ ვიყავით.
მოდით ვთქვათ ის, რომ ზოგადად ასეთ მნიშვნელოვან დროს, როცა ბევრი რამ ძალიან საშიშია, ქუჩაში გამოსვლა და ხმის ამოღება, ბევრი ადამიანი ვერ ბედავს, მით უმეტეს რეგიონებში, იმიტომ რომ ქუთაისი პატარა ქალაქია, აქ ყველას იცნობს, ყველას ნათესავს იცნობს, ძალიან რთულია და თქვენ როგორ გონიათ ახლა ქალაქმა, რომელმაც ძირითადად ოპოზიციას მისცა ხმა 50 კაცია მხოლოდ ქართულ ოცნების მიმართ უარყოფითად განწყობილი, ცვლილებისადმი განწყობილი, მოდით ასე ვთქვათ, მაგრამ ეს ადამიანები ერიდებიან თავიანთ სამუშაო ადგილებს, იმიტომ რომ იციან, რომ ეს ბრძოლა ხანგრძლივია. ძალიან ბევრ ადამიანს შვილის, ასე ვთქვათ, მარჩენალი მეტი მის გარდა არავინ არ აყავს და არ შეუძლია ამ ეტაპზე უარი თქვა სამსახურზე დაკარგოს. ძალიან ფრთხილობს ქუთაისელი ამომრჩეველი თავისი სამუშაოს დაკარგვის გამო მერის წინ გამოვიდეს. შეიძლება ძალიან გითანაგრძნობდეს, არც ასე ვთქვათ, Facebook გვერდზე მოწონებას გამოხატავდეს, მაგრამ მან იცის, რომ შენ საციბრძვე ეს არის სიმართლე. მე მქონია შემთხვევები, ვიღაც მოხუცმა ქალმა ავტობუსში ჩუმად მკითხა, რომ როგორ იქნება ჩვენი საქმე და უცებ სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. ვერ დავიჯერე, რომ ის პოლიტიკურად ასეთი აქტიური იყო, საკმაოდ დასაკვანი ადამიანი იყო. ასე რომ ჩვენი გულშემატკივარი გაცილებით მეტია, მაგრამ მე აქ რა მაწუხებს. ქართული ოცნება ცდილობს, რომ მთელი საქართველო გადაიყვანოს სოციალურ პაკეტებზე. ანუ ყველა იყოს მიბმული ბიუჯეტზე და ბიუჯეტიდან როგორც სოციალურად დაუცველი იღებდეს შემწეობას. ქართულ ოცნებას უნდა რომ საქართველოში დარჩნენ ადამიანები, რომლებიც იღებენ სოციალურ შემწეობას. დარჩნენ საჯარო მოხელეები, რომლებიც ვერასოდეს ვერ გაბედავენ გარეთ გამოსვლას, ხმის ამოღებას და მათთვის შეწინააღმდეგებას, რომ უბრალოდ ის საქმეები, რაც ესე ვთქვათ, რიგითმა საჯარო მოხელემ უნდა გააკეთოს, გაკეთდეს და უნდა იყოს ის ბირთვი, ვინც ფულს შოულობს. და ამაზე არავის პროტესტი არ უნდა გქონდეს. და პლუს კიდევ ჩვენ უნდა ვაქოთ ისინი, იმიტომ რომ ისინი არიან ჭკვიანები, ისინი ჩვენზე გაცილებით ჭკვიანები არიან, ნიჭიერები არიან და ამიტომ აქვთ ფული. და არა იმიტომ, რომ რაღაც მომხვეჭელები არიან, არა. თან იცით რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ აი ეგზიუპერს აქვს, რომ ტაში დამიკარი, ოდესაც ეუბნება მასხარას რა. აუცილებლად შენ თან ტაში უნდა დაუკრა, ისე არ გაჩერებს. აი ჩვენ რო სახლებში შევიდეთ და ჩვენი საქმეები გავაკეთოთ და გავაგრძელოთ, ჩვენ ამის საშუალებას არავინ არ მოგცემს, მეგობრებო. რატომ დგავართ იქ? იმიტომ რომ არავის არ უნდა რომ შენ მხოლოდ შენ საქმეს აკეთებდე. შენ აუცილებლად უნდა გამოხვიდე და თქვა, რომ დიდი მადლობა ბატონო ბიძინა, დიდი მადლობა და ტაში დაუკრა და უთხრა რომ აი თქვენ, მხოლოდ თქვენ, რა ვინ უნდა მოვიდეთ თქვენ შემდეგ. ეს რაღაც თეატრალურ სანახაობას გავს, თეატრი ხო ეხლა გარეთ არის ამოსული. და აი ეს არის ძალიან დამწკუნველი ჩემთვის. იცით მიფიქრია ხანდახან რომ საერთოდ დავანებებ თავს და ეს ადამიანები, რომლებიც ხმას არ იღებენ, ღირსნი არიან იმისი, რაც გველოდება, უარესი. მაგრამ უბრალოდ სინდისი არ მაძლევს. ხანდახან ამის საშუალებას, თორე ძალიან ბევრი ადამიანი იმსახურებს იმ შედეგებს, რაც წეგან ვამბობდი. რეჟიმი პირველ რიგში ჭამს იმ თევზებს, რომელიც მის აკვარიუმში გამოზარდა. მე შეიძლება გადავრჩე, მაგრამ ის მე ვინც მაგრიტიკებს შეიძლება უფრო სწრაფად მოყვეს მის საცეცებში, იმიტომ რომ რეჟიმი ყოველთვის ჭამს მის თევზებს. აკვარიუმის თევზები უყვარს თან. აი რა სიტყვით ახლა მსმენელს? აი ხვალაც გვაქვს ჩვენ ყოველდღურად ვიკრიბებით, თუმცა ხვალ უფრო მასშტაბური აქცია გვინდა გამოგვევიდეს. არასამთავრობო ორგანიზაცია მოწონს თუ არა. იმიტომ ქვია რომ ის მთავრობის მიერ არ უნდა გაკონტროლდეს. მთავრობა ერევა ყველაფერში. მთავრობა შემოვიდა თქვენს მაცივარში რომ შემოვიდა ხომ დარწმუნდით. თქვენს რძეში რომ შემოვიდა ხომ დარწმუნდით. დინარეებში რომ შემოვიდა ხო დარწმუნდით. ყველგან აი მართალი ყოფილა ის ადამიანი. აი ბალახის ჩურჩულშიც, ფოთლის შრიალშიც არის ქართული ოცნება. და თქვენ არ მოგეცემათ თავისუფლად სუნთქვის საშუალება, თუ კი არ გაიაზრებთ იმას რა გველოდება. ხო ვიცინოდით და ხო ვამბობდით რომ აი თავისუფალი ფურცლისთვის, აი მე რომ დავაწერო ამას ხმა სიტყვის. დამიჭირო ხოლში. თქვენ ხო იცით რომ მე შეიძლება ამის გამო დამიჭირო. და თქვენ მე ვერ დამიცავთ. და არავინ არ იცის ხვალეს ვის კარებზე დააკაკუნებს ის სამი სამოქალაქო ფორმაში გარდაცმული პოლიციის თანამშრომელი თუ არ არის. მე ასეთ დროს ხშირად ხდება რომ
თვითონ ხელისუფლება ხდება უკონტროლო, ვეღარ აკონტროლებს, იმდენად უმართავი ხდება სიტუაცია, რომ შეიძლება მივიდეთ იქამდე, რაც 90-იან წლებში იყო, რომ ვიღაცა დაიბრალებს იმას, რომ პოლიციელი და სინამდვილეში პოლიციელიც არ იქნება. ძალიან ცუდი რამ გველოდება, ამას დამატებული ის, რომ ჩვენი ყველას ჯანმრთელობა გაუარესებულია და ამას უამრავი მიზეზი აქვს. შობადობა გაუარესებულია. მე ვნახე სტატისტიკა 2024 წლის და შემაშფოთებელია, იმიტომ რომ გარდაცვალება უფრო მეტია ვიდრე შობადობა, მაგრამ ეხლა რაღაც კარგიც რო ვთქვათ, მინდა რომ ერთი ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომელიც მე მგონი ერთი დღეა რაც გამოქვეყნდა, ყოველ შემთხვევაში მე ახლა ხან ნახე, გამოქვეყნდა 2025 წელს ყველაზე მდიდარი ქვეყნების ოცეული. აი, როდესაც ვკითხულობთ ჩვენ ძალა ევროპაში რატომ არის და ჩვენ რატომ ვიბრძვით ევროპული მომავლისთვის და ეს 28 ნოემბერი რატომ იყო ასეთი თარიღი და რატომ გვინდა რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ევროპულ კურსზე და ორბიტაზე, მიყვარს ეს სიტყვა ორბიტა, ხო? აი, იმიტომ რომ აი 2025 წელს ამ გამოქვეყნებულ ოცეულში მეგობრებო, 13 ქვეყანა არის მდებარეობს ევროპაში. ევროპული ქვეყანა. არის ძალიან მარტივი შედარება, რა თუ შენ მთელი ცხოვრება ღარიბ ქვეყანასთან იქნები, უკანონო ქვეყანასთან, აი რეჟიმთან მოძალადე ქვეყანაზე გექნება ორიენტაცია, სწორება და მეგობრობა, შენც გახდები ისეთი. რატომ უნდათ მშობლებსა ბავშვობაში, რომ ჩვენ გვეთამაშა და გვეურთიერთობა განათლებულ, კარგი ოჯახის შვილებთან, რაღაც განათლებულ ადამიანებთან და უბრალოდ კარგ ბავშვებთან, იმიტომ რომ ეს გარემო მოქმედებს. აი რატომ არ უნდა გვინდოდეს იმ 13 ქვეყანასთან ურთიერთობა, რომელიც სხვათა შორის ეს სიმდიდრე არ არის უბრალოდ ცალკეული ჩინოვნიკების სიმდიდრე, აქ თავარი დამავიწყდა, ამეღნიშნა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით არის ერთულ მოსახლეზე მდიდარი ქვეყნები და არა უბრალოდ მდიდრების რაოდენობა. ეს კიდევ სხვა რამეა და მსმენელი ამას მიხვდება. ასე რომ ჩვენ გვინდა ისეთი ქვეყნებთან ურთიერთობა, მეგობრობა, სწორება ისეთ ქვეყნებზე, სადაც ადამიანის ხმა არის ფასეული, დაცული, ადამიანის უფლებები დაცული და ის რომ თქვენ ახლა შვიდად ხართ იმის გამო რომ თქვენი შვილები ევროპაში ცხოვრობენ, ან თქვენი ოჯახის წევრები ევროპაში ცხოვრობენ, ან დასავლეთის რომელიმე ქვეყანაში, ეს თქვენ არ გაძლევთ დამშვიდების საშუალებას, იმიტომ რომ ჩემი თხოვნა, კარგად მოავლეთ თვალი თქვენს მამაპაპისეულ სახლებს. კარგად მოავლეთ თვალი თქვენს ეზოებს, ეზო გარამოს, როგორც იმერეთში ვიტყვით. მეგობრებო, ეს ყველაფერი ძალიან მალე, თუ ჩვენ ამას არ შევაჩერებთ, ჩვენი აღარ იქნება. მე ვერ გეტყვით ვისი იქნება, მაგრამ ჩვენი არ იქნება. იმიტომ რომ ჩვენ ეხლა ვართ მცოცავი ოკუპაციის პირობებში, ისე შემოვიდა ცარიელი ფურცლისთვის დაჭერა ჩვენს ცხოვრებაში, რომ თქვენ ეს კიდე არ გჯეროდა და ზოგიერთ თქვენგანს ჯერ კიდევ არ ჯერა და ძალიან გთხოვთ, ნუ გაბრაზდებით იმ 50 კაცზე, რომელიც თქვენს მაგიერ ამბობს სიმართლეს. დაუკვირდით თქვენს ყველაზე ძვირფას ადამიანებს, თუ თქვენ ისინი გინდათ, რომ ისევ საქართველოში ცხოვრობდნენ და არ გაიქცნენ ქვეყნიდან, თქვენ მაშინ ამისთვის უნდა დაიცვათ ის ფასეულობები, რომლისთვისაც ჩვენ გარეთ გავართ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავკარგავთ ყველაფერს, მათ შორის ქართული მიწის ჩათვლით, მათ შორის ჩვენი ახალგაზრდების ჩათვლით, იმიტომ რომ ადამიანები ემზადებიან ოჯახებით საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლისთვის და ვინც ბრძოლის უნარით არ არის, ესე ვთქვათ, აი ამ ბრძოლაში საპროტესტო მუხტით არ არის შეპყრობილი, სხვა ადამიანები უფრო აი ვინც ჩუმად არის ურჩევნია რომ განერიდოს ქვეყანას. ეს ძალიან მძიმედ დაგვიბრუნდება, ძალიან ძვირი დაჯდება. თქვენ ალბათ ქუთაისის ქუჩებშიც ხედავთ, რომ იმდენი ხალხი აღარ შეიქმნობს საღამოობით ქუთაისში, როგორადაც ადრე ჩვენი ეს წესი და ესე ვთქვათ, პეცი და ლაზათი იყო, ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ მიადევნოთ თვალი ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს და ჩახვდეთ იმას, რატომ გავართ ყოველ საღამოს ჩვენ ქუთაისში მერის წინ, იმიტომ რომ ყველა ქალაქში პროტესტს აქვს თავისი მნიშვნელობა და კიდევ ერთხელ პატივისცემა მინდა დაუდასტურო ქაბატონ მზისა გაბეშიას, რომელიც მარტულში ერთი ადამიანი ყოველდღე დგას მერის წინ, აფერում თქვენს ქალობას, ვიღაც მაინც მოგიტანთ ალბათ ამბავს, ან ოდესმე გნახავთ, იმიტომ რომ ჩვენ 50 კაცი ერთმანეთს შევყურებთ და ვინმე რომ არ მოვა, ვკითხულობთ, ალბათ ხო არ არის, რატომ არ მოვიდა. აფერում იმ ადამიანის გამძლეობას და ბრძოლას, რომელიც ერთი ადამიანი
ქალაქის ცენტრში დგას და პროტესტს გამოხატავს რისთვის? იმისთვის, რომ ჩვენ უკეთესი აწყლყო და მომავალი გქონდეს და სხვათა შორის მინდა რომ სულ მომავალზე არ ვლაპარაკობდეთ. მე აწყლყო მინდა. აწყლყოში მინდა რომ მოვესწროთ იმას, რომ გქონდეს ნორმალური ქვეყანა და ჩვენ გარდა ევროპული ღირებულებებისა, აი ამ ბრძოლაში ვერაფერი ვერ მოგვაგებინებს, იმიტომ რომ ეს გზა გაკვალულია და ჩვენ ამ გზიდან არ უნდა გადავხვიოთ. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. სოფო, იგივე კითხვა მაქვს, აი შენ როგორ წარმოგიდგენია პროტესტის მომავალი, რატომ არის აუცილებელი რომ ეს ცენტრი არ იყოს მხოლოდ თბილისში და ჩვენს ვინ არჩუნებთ რაც ბუნებრივ პროტესტს ჩვენს ქალაქშიც და ასევე სხვა ქალაქებშიც ცდილობენ ამას და ასევე რაღაცა მოწოდება, იმიტომ რომ აქვე დავაანონსებ და მე ბოლოსაც გავახსენებ მსმენელს, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვართ მერიის წინ და უერთდებით იმ ძირითად მოთხოვნებს და უერთდებით სხვა ქალაქების პროტესტსაც, თუმცა ხვალ 9 აპრილია და არ შეიძლება ამ დღემ ესე ჩაიაროს, ამიტომ გეგმავთ ასევე სხვადასხვა აქტივობებსაც და გვინდა რომ ვიყოთ უფრო მეტნი და გელოდებით 7 საათზე მერიის წინ რუსთაველის ქუჩაზე. ეხლა უკვე ჩემი კითხვები კვლავ შენთან. აი როგორ წარმოგიდგენია შენ პროტესტი, რატომ არის ადამიანების ჩართულობა ამაში მნიშვნელოვანი და ასევე რაღაცა მიმართვის საშუალებაც გაქვს მსმენელისთვის. ხო, მე ალბათ რას ვეთყოდი ხო, სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს. პირველ რიგში, ანუ იმას ვეთყოდი, რომ გასაგები შეიძლება იყოს, რატომაც ვერ შეიძლება დადგნენ ეს ადამიანები გვერდით, იმიტომ რომ ამ რეჟიმმა საპოლიციო ძალების, რაც სუსის, აბსოლუტურად მის ხელში კონსოლიდირებული ძალაუფლების წყალობით მოახერხა ხალხის დაშინება და იმართლა ლუკმაპურიო გაქვალ სადარდებელი ვერ შეიძლება ვერ წახვიდე რისკზე, რადგან ხო რაცა სხვა ვალდებულებები გაფერხებს ხო რა უფრო აქტიურად ჩართო პროტესტში, მაგრამ მე მგონია რომ ის რაღაცა შეიძლება უხმო სოლიდარობაც ან ჩუმად ნათქვამი რაღაცა პოლიტიკური ისე რა ქვია კითხვა გამხნევება ჩუმად რო გიკითხება რა გოშენება ხო და აი ეს რაცა გამხნევება შეიძლება იგრძნო ნებისმიერ ადგილას საჯარო სივრცეში მაღაზიაში რომ შეხვალ თან ახლა ჩვენ ყველას გვიცნობენ თავარია სუში არ გვცნობდნენ მაგრამ შეიძლება მაგის როც დადგეს მალე მაგრამ ანუ აი რაღაცა ქალაქის ადგილობრივ დინამიკაში ძალიან საგრძნობი არის ეს მხარდაჭერა რა ამას მაინც ვერ მოიტყუება სულ რომ თავი დავანებოთ იმას რომ დაფიქსირდა ეს გაყალბებულ არჩევნებშიც რომ ქართული ოცნების მიმართ კეთილგანწყობილი არ არის ქუთაისელი მოსახლეობა ხო და აი ამის იმედი მაქვს რა რაღაცნაირად არ უნდა ავიკვიატოთ და მივეჯაჭვოთ ბრძოლის ან პროტესტის ახლა უკვე წინააღმდეგობის რაღაცა ფორმებს რომლებსაც ხედავთ რომ უკვე შედეგი აღარ მოაქვს ჩვენ კი მაინც გამავალთ და დავდგებით იმიტომ რომ მინიმუმ სახში გაჩერებაც არ შეგვიძლია მაგრამ ამ დგომის მიღმა ჩვენ კიდე უამრავი ველი გვაქვს ამ წინააღმდეგობაში ყოფნისთვის და ეს ყველაზე დიდი შრომა მგონია რომ ველაპარაკოთ ერთმანეთს ველაპარაკოთ ოპონენტებსაც გავაჩინოთ მეტი საჯარო სადისკუსიო სივრცე სადაც ყველას ექნება ამ უკმაყოფილების ამოთქმის და გაჟღერების სურვილი და მე მგონია რომ აი ამის ძალიან ეშინია ქართულ ოცნებას რა აი რამდენიმე მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები ამის რაღაც მინდა გზა ჩაახშენოთ ჩვენ სკოლაში ვსწავლობდით ასეთ მაგალითი მოყავდა ოქროსთან დაკავშირებით ვიხსენებდით წეგან არ მახსოვს ფიზიკის გაკვეთილი იყო თუ ქიმიის მე მგონი ქიმიის რომ აი ოქროს წვეთი რო ეწვეთება ყოველდღიურად წყლის 1 წვეთი და ბოლოს ზიანდება ოქროს ხო არაფერი არ აფუჭებს მაგრამ აი ყოველდღიურად სისტემურობა ისეთი რამ არის რომ აი უნიჭო ადამიანიც კი რომელსაც უბრალოდ დიდი ნიჭი არ აქვს შეიძლება გენიოსზე მეტად პროდუქტიული აღმოჩნდეს სისტემურობის გამო და ამიტომ მგონია რომ ჩვენი ეს სისტემური წინააღმდეგობა თუნდაც არაფერი საერთოდ ხმა რო არ ამოვიღოთ აი ამ ცარიელი ფურცლით რო ვიდგეთ
ამას ეს არის მაინც დისკომფორტი ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ მე წავიკითხე ერთ-ერთი ოცნების მხარდამჭერის პოსტი, სადაც საყვედურობდნენ ქართულ ოცნებას, რომ თქვენ ვერ აღკვეთეთ, ვერ დაასრულეთ. ის არ ამბობს მაინც და მაინც, რომ ყველა არ ფიქრობს ქართულ ოცნებაში, რომ ყველამ ჩვენ ცხვირპირი უნდა გაგვიერთიანოს. იქ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ხელისუფლებამ ეს პრობლემა ვერ მოაგვარა. ძალიან კულტურულად წერდა ის ადამიანი, რომ მე ვწუხდები იმით, რომ ქართულმა ოცნებამ, ჩემმა მხარდაჭერილმა პარტიამ ეს საკითხი ვერ მოაგვარა. ამიტომ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ეხა ადამიანებმა ვერ შეირგეს ის, რომ პარლამენტში შევიდნენ, პრეზიდენტის ინაუგურაცია ერთ ოთახში მოხდა. გინახავთ სადმე პრეზიდენტი რომ ესეთ საჯარო სივრცეებში დადიოდეს, სომხეთში და აზერბაიჯანში დადის მარტო. ამიტომ ის კომფორტი, რაც ხელისუფლებაში ყოფნით უნდა გქონოდათ, ადამიანს ფული და შესაძლებლობა რისთვის გინდა? მე შენ საძინებელში რომ შეიკეტო და შენ საბაზანაში, ეს ხო გინდა? აი ტაშის ამბავი და ტაში დამიკარით და პატივი მეცით, ხო? ამიტომ აი ეს პროტესტი სხვა ყველაფერს რომ დავიდავანებოთ, ეს მით უმეტეს კერები. და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არ მინდა გამიგრძელდეს, უბრალოდ მინდა რომ არ დამრჩეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, რომ თქვენ ნახეთ, რომ თბილისის პროტესტის მონაწილეები ჩავიდნენ ზუგდიდში, ჩავიდნენ მარტვილში ქალბატონ ზისასთან, ჩამოვიდნენ ჩვენთან და მე მინდა რომ კიდევ ერთხელ საჯარო დავაფიქსირო ჩემი ახთოვანება და ჩემი პატივისცემა თუნებას მომცემს პროტესტის მონაწილეების სახელითაც, იმიტომ რომ იცით რა არის, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ჩვენ სოლიდარობაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერი არ აქვს. ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერის გარეშე ისედაც არაფერს არ წარმოვადგენთ, თუ ერთმანეთს მხარს არ დაუჭერთ, ერთმანეთს სოლიდარობას არ გამოუცხადებთ და ის რომ თბილისში კი არ მივბრბოდეთ ყველა, არამედ თბილისიდან ჩამოდიოდნენ, აქ გებულობდნენ, ჩვენ რა საკითხები გვაქვს, რა პრიორიტეტები გვაქვს, როგორ გამოვიყურებით ეს ქუთაისის პროტესტის მონაწილეები, რას ვლაპარაკობთ, იქნებ საერთოდ ვერ ვიღებთ ხმას. ანუ აი ეს ურთიერთკავშირი რომ არსებობს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, იმიტომ რომ არ შეიძლება პროტესტიც კი მხოლოდ ერთ ქალაქში იყოს. ისედაც ყველაფერი თან ბიუჯეტი ერთ ქალაქში, თეატრები ერთ ქალაქში, პროტესტიც კი ერთ ქალაქში, არ შეიძლება ის გაკეთება. ჩვენ აი ამ კონვალობას ყველაფერში ვებრძვით და მართალი იყოს ოფო, მე აბსოლუტურად ვეთანხმებ იმას, რომ ჩვენ დრო არის, რომ იმ სოციალურ პასუხისმგებლობაზე, სოციალურ თანასწორობაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ, რომ თუ კი ჩვენ ყურადღებას მოვადუნებთ იმაზე, რა ვჭამთ და რა ვსვამთ, ერთ დღეს აღმოჩნდება, რომ შეიძლება ძალიან სახიფათო რაღაცები აღმოჩნდეს ჩვენს მოცემაში. მადლობა. დაგასრულებინებთ, გაგაწყვეტინეთ. ხო, აი იმის თქვა მინდა და რომ აუცილებელი არ არის შეიძლება აქ მოსვლა მერის წინ. აი უბრალოდ ძალიან დიდი სურვილი იქნებოდა ჩემი, რომ თითოეულ ამ ქვეყნის მოქალაქეს რაღაცა გამომშავებული ქონდეს უნარები რეალობის ადეკვატური წაკითხვის. აი რომ გვეუბნება მაგალითად დოდო გუგაშაშვილი რომ გამოდის ეს მხედრიანელი და არ ვიცი ყოვლად წარმოუდგენელი რეპუტაციის ქალი რომ გამოდის და ამბობს რომ ეს ჭინჭები აუკრძალოთ ლგბტ რაცა დროშები და შემდეგ ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ რომ ამას ვერც ვერავინ აკრძალავს, მაგრამ რა დგას ამის უკან, რა მიზნით შემოაგორებენ ხოლმე აი სრულიად ხელოვნურ საკითხებს, ხო? გასაგებია რომ ჩაგვრელი რეჟიმია და არა მარტო ქვია ჯგუფი, არამედ ბევრი სხვა ჯგუფიც ნელ-ნელა ამოღებული იქნება მიზანში, იმიტომ რომ ეს უბრალოდ ასეთი დესტრუქციული რეჟიმია, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ ამ საკანონმდებლო ინიციატივების მიღმა რა განზრახვები აქვს ქართულ ოცნებას, აი ოფშორების კანონი რატომ შემოიღეს, ფული შემოვა და აქანა გაათეთრებენ ის კაცი რა ლაპარაკობს. ანუ აი ეს რაღაცა უნარები ასეთ ძალიან მტკიფე მოწყვლად რეალობაში რომ გვამყოფებს, მნიშვნელოვანი არის რომ სწორად ამოვიცნოთ მოძალადე ჩაგვრელი რეჟიმის სტრატეგიებიც და მიზნებიც, რომ ჩვენ არ მოვტყუდეთ, კვლავ არ შევცდეთ და მე მგონია რომ ამ ხრივაც ძალიან გაზრდილი არის ხალხი, აი უკვე იმ მითებს ნაკლებად პროცესია მოკლედ რა, ეხლა ხდება რაღაცა რთული პროცესია ნამდვილად დამტკივნეული, მაგრამ მგონია რომ უფრო გაძლიერებულები გამოვალთ ამ ბრძოლიდან, იმიტომ რომ ბევრ რაღაცას
ერთდროულად, ზოგჯერ ქაოტურად და ისე ფრაგმენტულად, მაგრამ ბევრი რაღაცა სცენის გადალახვა შეიძლება მოხდეს ამ პროტესტში თუ წინააღმდეგობაში რა და ხო, პრინციპში და უბრალოდ იმას ვიტყოდი, რომ რას ვჭამთ, რას ვსუნთქავთ, ნიშნავენ პოლიტიკური საკითხებია, აი როგორც ივანიშვილს უნდა მაგათად ერთ-ერთ ინტერვიუში რომ ამბობს, რომ თუ არ მოგწონთ, წადით, ეს ვისი პრობლემაა, მგონია რომ ეს 50 ადამიანის პრობლემა კი არ არის, ვინც მერიასთან დგას მთლიანი ქვეყნის მოსახლეობის, აი მურუსიძე რა ხობზე ლექსებს კითხულობს და ეს პერფორმანსები აბსოლუტურად ცოტა ზნედაცემული რაცა პერფორმანსების დრო დამთავრდა და მნიშვნელოვანი არის, რომ ხალხმა დაიწყოს თვითორგანიზება რეალური პოლიტიკის გარშემო და არა ის, რასაც ამ პარლამენტში ვხედავთ, ან მედიებში, მეინსტრიმულ მედიებში და ასე შემდეგ. ეს არის გაყალბებული რეალობა, რომლისგანაც ხალხი ავტომატურად დისტანცირდება. აი ჩვენ რომ ძლიერები ვიქნებით, მე მგონია, რომ ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვეღარ შეძლებს манипуляციას დაუქვემდებაროს მთელი მოსახლეობა რა და ჩვენ ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ ამ პროცესში. და მოკლედ ხო არ ვარ სად ბოლომდე სკეპტიკურად განწყობილი მიუხედავად იმისა, რომ ობიექტურად ძალიან საშიში არის ეს რეალობა. კი, მესმის. მაგრამ ძალიან ბევრი კარგი ადამიანიც გავიცნობ. კი, ნამდვილად ბევრი ნათელი სახე კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა. ძალიან დიდი მადლობა ორივე თქვენგანს, რომ დღეს გამონახეთ დრო და ხართ ჩემი გადაცემის სტუმრები. სმენელს ვეტყოდი, რომ უსმენთ ძალიან აქტიურ ადამიანებს და ვფიქრობ, რომ მათი მოსმენა კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ იმაზე თუ სად დგახართ და სად ხართ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ქვეყნისთვის და არა მან ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ნამდვილად დღეს წყდება ბედი ხვალ როგორი რეალობა გვექნება. დღეს ნამდვილად მძიმედ არის მდგომარეობა და ყოველდღიურად მძიმდება ეს გარკვეული ჯგუფების თუ ინდივიდებისთვის. ამიტომ კიდევ ერთხელ გეპატიჟებით ხვალინდელ დღეს მერიის წინ 7 საათზე. იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტნი ვიქნებით და გავიცნობთ ახალ ადამიანებსაც. ახლა კი დავასრულებთ ჩემს ეთერს. შეგახსენებთ, რომ თქვენ უსმენთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რადიო გადაცემას ძველი ქალაქის ეთერში გამჭვირვალე პოლიტიკას. მე გემშვიდობებით შემდეგ გადაცემამდე. მადლობა, რომ გვისმენთ. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმოგიდგენთ გადაცემათა ციკლს გამჭვირვალე პოლიტიკა. რადიო ძველი ქალაქის ეთერში უსმინეთ გამჭვირვალე პოლიტიკას. ინფორმირებული მოქალაქეები აკონტროლებენ მთავრობას.